ეს მანქანა მომავლიდან არ არის. ეს მანქანა უბრალოდ Hyundai Ioniq 5 არის. რა შეგვიძლია ამ მანქანაზე ვისაუბროთ? პირველ რიგში რაც არის ძალიან კარგი და დადებითი, მინდა ვთქვა, რომ 18 წუთში იტენება 80%-მდე. ეს დამერწმუნეთ, რომ ძალიან კარგი არის ელექტრომობილებისთვის. ძალიან კარგი მანქანა არის, საქართველოში სწრაფად მოიხვეჭა სახელი. აქვს სამი ვერსია, 58 კილოვატიანი, 72 კილოვატიანი და 84 კილოვატიანი ვერსია. ეს უკვე თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული, რომელ საერთოდ Hyundai-ის პირველი სრული ელექტრომობილი არის, 2021 წელს გამოვიდა და მისი ღირებულება შეადგენს დაახლოებით $40,000, $40,000-დან ზემოთ. საქართველოში მსგავსი მანქანების ნაწილების პოვნა ცოტა რთულია და თუ რაიმე დაგიზიანდათ, ან ასე შემდეგ უნდა მიხვიდეთ და აუცილებლად გააკეთოთ ცენტრში, რაც მგონია რომ ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. ჩემი აზრით, ჯობს ისეთი მანქანა იყიდოთ, რომელიც უფრო მარტივია და მისი ნაწილების პოვნაც ბაზარზე უფრო გაგიმარტივდება. მანქანას აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია, რა თქმა უნდა, აქვს ჰედაფი, ტყავის სავარძლები, 360 კამერა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ვიზუალს, მე პირადად არ მომწონს. ამ მანქანის ვიზუალს საერთოდ ვერ ვიგებ რა შუაშია. Hyundai-ის დიზაინერებს უყვართ ხოლმე ასეთი უცნაურობების მოგონება. გვატარებს 400-დან 500 კილომეტრამდე. რა თქმა უნდა, გააჩნია ამინდის პირობებს, გააჩნია რელიეფს და ასე შემდეგ. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი თუ რამდენს გაგვატარებს ელექტრომობილი. ყოველთვის არის იმაზე მსჯელობა, რომ 500 კილომეტრზე რომ იტენება, რატომ არ მატარებს 500 კილომეტრს? იმიტომ რომ არ არის ის შიდაწვის ძრავიანი მანქანა, ვერ მოვთხოვთ ელექტრომობილს იმას, რასაც ვთხოვთ შიდაწვის ძრავიან მანქანას. ელექტრომობილს რა თქმა უნდა აღმართზე უფრო მეტი ენერგია სჭირდება, მერე კი უნდა იღდგენს ამ ენერგიას, მაგრამ იმდენს ვერა, რამდენსაც ხარჯავს. გააჩნია კლიმატს თუ ძალიან ცივა, უფრო მალე ჯდება ელემენტი და ასე შემდეგ, ბევრი ნიუანსი არის. თუ მოგწონს ჩემი არხი, გამოიწერე და დამიწერე კომენტარებში, რომელ მანქანაზე ვისაუბრო შემდეგ ვიდეოში.